ახალი აღმოჩენა თბილისის ძველუბანში პურის მოედანზე თუმანიანის 3 ნომერში მშენებლებმა ნანგრევებს მიაკვლიეს შეჯრობით მკვლევარები შენობის ზედა ნაწილს ასუფთავებენ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ეს სასახლის ან ქრისტიანული ტაძრის ნაშთებია. ძეგლის თარიღი არქეოლოგებმა კრამიტით განსაზღვრეს. ნანგრევები საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დროს გამოჩნდა. სახლი 2002 წელს მიწისძვრით დაზარალებული ოჯახებისთვის შენდებოდა, თუმცა აღმოჩენის გამო პროცესი დროებით შეჩერდა. აქ მიმდინარეობდა სოციალური პროექტი, მერია დაზარალებულ მოსახლეობას, რომელიც დანგრეული შენობა იყო, უშენებდა საცხოვრებელ სახლს, საძირკვლის ფუნდამენტის დამუშავების დროს აღმოჩნდა ისტორიული ფენა, შევატყობიათ კულტურის სამინისტროს და არქეოლოგიის კვლევის ცენტრს, მათი დასკვნებით და წინასწარი ვარაუდით საკმაოდ მნიშვნელოვანი მე-4 საუკუნის ნაგებობის ნაშთებია. ის ქვემოთ, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ეს არის კონკრეტულად ეს კარგი ქვებით, ჯიჯუშველი მასიური ქვებით ნაგები ნაგებობა, შენობა, ეს არის რაღაც გრანდიოზული ნაგებობა. წინასწარულად ის რასაც ჩვენ მასალებს ვხედავთ, კონკრეტულად ის კრამიტის ფორმები, თავისი მასიური სახით, სხვადასხვა ნატეხები, თიხის ჭურჭლის ნატეხები, გვავარაუდებინებს, რომ ეს არის დედაქალაქობამდელი და დედაქალაქობის ადრეული სტადიის პერიოდის.